ჩვენ ადამიანები იმდენად ვართ იჯაჭვულები ხორციელ ცხოვრებას, მიწიერ ცხოვრებას, რომ ყოველივე გვაშფოთებს ის, რაც ჩვენთვის არაკომფორტულ პირობებს ქმნის. 21 საუკუნეში განსაკუთრებულად აი ამ რამოდენიმე 10 წლეულის წინ განსაკუთრებული კომფორტი შემოვიდა საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში, რა თქმა უნდა. განსაკუთრებული კომფორტი ადამიანს უქმნის ისეთ პირობებს, რომ არის მოდუნებული, არის უშრომელად განწყობილი. გარკვეულ ბედნიერების იმიტაციას უქმნის ადამიანს. ანუ არ არის შეწუხებულ მდგომარეობაში, არამედ მდგომარეობა აქვს მოსვენებული ამ წუთის სოფელში. განსაკუთრებულად ნაკლებად იმოძრაოს, ნაკლებად იშრომოს და ძირითადად იყოს ყოველთვის მოსვენებულ მდგომარეობაში. და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ბერი ამბობს, სადაც არის ათონელი ბერი, სადაც არის კომფორტი, იქ არ არისო ღმერთი. და აი, როდესაც ადამიანი დაუკვირდება აი ამ სიტყვებს, მიხვდება, რომ ნამდვილად ასეა. და როდესაც კომფორტში ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, სხვა მხრიდან მოდის განსაცდელები. განსაცდელები, ავადმყოფობა და ასე შემდეგ, წუხილი. და ვინ იტყვის, რომ დღევანდელ ეპოქაში ჩვენ გვაკლია ეს განსაცდელები, წუხარება, უდრტვინველი ცხოვრება მაგალითად. პირიქით, უფრო შეიძლება ითქვას, რომ დღეს ისე როგორც შეიძლება არასდროს განსაცდელები და მწუხარებები უფრო მეტად გვესხმის თავს. და რატომ ხდება ასე ისმის კითხვა? რატომ უშვებს ღმერთი? არ უყვარ ვართ? რა თქმა უნდა, ჩვენზე ზრუნვიდან გამომდინარე, ღმერთი უშვებს ჩვენზე აი ამ განსაცდელებს, აი ამ მწუხარებებს. ხან სიტყვა წამოვა, გაგიფუჭა მანქანა, შეწუხდი. და რას გეუბნება ამითი ღმერთი? ღმერთის დაშვებით ხომ არაფერი არ ხდება. თქვენისა თმანიცა განრაცხილარიან, დათვლილია თქვენი თმის ღეროებიცო. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთის განგებულების გარეშე, ღმერთის დაშვების გარეშე, ღმერთის ნების გარეშე არაფერი არ ხდება ქვეყანაზე და ადამიანის ცხოვრებაში. და რატომ უშვებს ღმერთი? მაშინ რატომ უნდა წუხდეთ ჩვენ? რატომ უნდა შევწუხდეთ? რატომ უნდა გამოვიდეთ აი ამ მოსვენებული კომფორტული მდგომარეობიდან და უნდა შეგვაშფოთოს სხვადასხვა გარემოება. რა თქმა უნდა, ამას მივხვდებით ჩვენ მაშინ, აი როდესაც აი გეტყვით მაგალითად იოანე ოქროპირის ერთ სიტყვას. ჩვენ ვერ მივაღწევთ აღთქმულ სიკეთეებს, ამბობს იოანე ოქროპირი, და ცათა სასუფეველს ვერ დავიმკვიდრებთ, თუ ამ ქვეყნად ტანჯვის გზით არ ვივლითო. აი კიდე წარმოიშვა ერთი ესეთი კითხვა, რატომ უნდა ვიაროთ ტანჯვის გზით და აი ამ კუთხით რატომ უნდა შევიდეთ მაინც და მაინც ცათა სასუფეველში? მარტივად არ შეიძლება, რომ სასუფეველში შევიდეთ, აქაც კარგად ვიცხოვროთ, ჭამოთ, სვათ, კომფორტში ვიყოთ, დავისვენოთ, ნაკლები ვიშრომოთ, ნაკლები ვიმუშაოთ. მაგრამ არა, თურმე ასე არ ყოფილა საქმე, ესე მარტივად არ არის. აი ეს მდგომარეობა ადამიანში ამრავლებს უფრო მეტად ვნებებს. ჩვენში ხო სნეულებებია, ვნებები ეს სნეულებებია. და უდიდესი ვნება ეს არის ამპარტავნება ადამიანში. შემდეგ შური წარმოიქმნება, ვერცხლის მოყვარეობა. წარმოგიდგენიათ, აი ეს სნეულებები უფრო მეტად ადამიანში ღვივდება და კატასტროფულ მდგომარეობას იძენს. მაჩვენებელი აქვს ესეთი, რომ საერთოდ რომ ცუცხრა, რომ ზეცათა სასუფეველი ამაზე კარგი არის, ბევრად კარგია. და ადამიანს თუ მიცემ ამის უფლებას, რომ აქ დარჩეს მარადიულად, იტყვის, რომ არ მინდა იქ ყოფნა, აქ მირჩევნია. ეხლა წარმოიდგინეთ,
ჩვენს ცხოვრებაშიც, ჩვენს დროებაშიც ვინმეს აჯილდოებენ დასვენებისთვის, კარგი ჭამისათვის, კარგი ჩაცმისათვის, ძილისათვის, არაშრომისათვის, არაღვაწლისათვის. აი ვინმეს აჯილდოებენ ამის გამო? იცით ესეთი პიროვნება ვინმე? არავინ არ ვიცით, პირიქით. ვიცით ლუარსაბ თათქარიძეზე მაგალითად როგორი ესეთი ოდიოზური პიროვნება იყო, თავადი რომელიც ესე ცხოვრობდა, ნაცარში იქექებოდა და ადამიანს რო ეთქვი რომ ლუარსაბ თათქარიძე ხარო, ეს არის შეურაცხყოფელი მისთვის. ანუ არავინ არ აჯილდოებს ადამიანს ესეთი ცხოვრებისთვის. მაგრამ რისთვის აჯილდოებენ? მაგალითად ვიღაცამ ბრძოლაში ცალი-თვალი დაკარგა, ვიღაცამ ორი ფეხი დაკარგა, ვიღაცა დაიჭრა, ვიღაცამ საგმირო საქმე გააკეთა, მაგრამ ეს საგმირო საქმე ეს არ არის ჭამასმა და მოსვენება, არამედ სირთულეა. ეს არის ღვაწლი. აი ამის გამო თურმე აჯილდოებენ ადამიანებს. და რომც შეგვიყვანოს ღმერთმა ჩვენ ცათასასუფეველში, როგორ ფიქრობთ? იქ ჩვენ კომფორტულად ვიგრძნობთ თავს. როდესაც შენ დაუმსახურებლად მოგეგება რაღაც პატივი და ჯილდო, შინაგანი რა მდგომარეობა გაქვს, ეს მე არ მეკუთვნის და უხერხულად გრძნობ თავს. არ გეკუთვნის ეს. გორგასლის ორდენი ვიღაცამ რო ჩამოკიდოს ეხლა და დაგაყენონ მთელი ქვეყნის წინაშე და თქვან რომ ამას ეკუთვნის და ღირსია ამისი, მაგრამ შენში ხო იქნება ის აზრი რომ არ მეკუთვნის მეს, თუ სინდისიერი პიროვნება ხარ. გაექცევი ამ პატივს და დიდებას და იტყვი რომ არ არის ეს ჩემი დამსახურება, არ დამიმსახურებია მეს. ეხლა წარმოიდგინეთ, ცათასასუფეველში ღმერთმა რო შეგვიყვანოს ესე დაუმსახურებლად და დაინახავ ესაია შუაში გადახერხილი, წმინდა გიორგი რკინის გახურებული ჩექმები რო ეცვა, ლურსნებ გაჭრილი, გულზე დიდი ლოდი რო ედო, როდესაც მისი სხეული ასო დაფლეთილი იყო, როდესაც დაინახავ სხვა წმინდანებს, რომლებიც ზოგს თავი აქვს მოჭრილი, იოანე ნათლისმცემელს მაგალითად, ზოგს ხელები აქვს მოჭრილი, ზოგი ცოცხლად არის გატყავებული და ესე გავიდნენ ამ მიწიერი ცხოვრებიდან. და როდესაც დაინახავ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომელსაც როგორც უწინასწარმეტყველა წმინდა სვიმეონმა შენ სულშიც გაივლის მახვილიო, როდესაც ხედავდა თავის ძეს, ჯვარცმულს, როგორ წუხდა, როგორ გაიარა მის სულშიც მახვილი და როდესაც დაინახავ თავად მეუფეს, რომელსაც ხელები ნალურსნევი აქვს და ეს ჭრილობა მას ატყვია და როდესაც ფერჩს დაინახავ მის განგმეrilს, როგორ ფიქრობთ, კომფორტულად ვიგრძნობთ თავს? აი ამიტომ არის თურმე ნათქვამი რომ აქ უნდა ვიაროთ ტანჯვის გზით. ამიტომ უნდა ვთხოვოთ ღმერთს რომ მოგცეს მოთმინება, რომელმან დაითმინო სრულიად იგი ცხონდეს. დაგისეტყვა მანქანა? შეწუხდი, რა თქმა უნდა, ვის გაუხარდება ესეთი რამე, ზარალში ჩავარდი. თქვი დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. კი რთულია ამის თქმა, რაღაცნაირად ენა ვერ წარმოთქვამს ამ სიტყვებს, გულს არ შეუძლია რომ წარმოთქვას ეს სიტყვები გულიდან ამომავალი, მაგრამ აიძულე შენი თავი და არ დაგცდეს სხვა რაიმე საშინელი სიტყვები ღმერთზე. არამედ თქვი რომ უარესის ღირსი ვარ, ჩემი ცოდვების გამო ღმერთი ცდილობს რომ განმწმინდოს, მომიტევოს ჩემი ცოდვები და ესე გამოვისყიდო ამ ქვეყნად. ეს დიდი ბოროტება ღვთის წინაშე ჩადენილი. და ერთი პიროვნება სასულიერო პირი ესეთ რამეს ამბობს. როდესაც სიკეთე მოგეგებაო, ღმერთის მოვალე ხდები შენო. მაგრამ როდესაც რაიმე უბედურება მოიწევა განსასწრელი შენს თავს, მაშინ ღმერთი ხდება შენი მოვალეო. აი რომელი ჯობია? თუ მადლობას გადაუხდი, ღმერთი არის მაშინ შენი მოვალე, აუცილებლად უნდა ვალი დაბრუნდეს. ვალის დაბრუნება ეს არის ბედნიერება. ამიტომ დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის და
ნელ-ნელა შევეჩვევით ასე, რომ არ გავღიზიანდეთ, არ ვიყოთ გაცოფებულები, ამისგან არანაირი სარგებელი არ არის. მაინც გამოსასწორებელი გაქვს საქმე. მაინც უნდა გაწიო გარკვეული შრომა და ხარჯები. მაინც უნდა გააკეთო, მაგრამ თუ განრისხდები, საკუთარ სულს უფრო მეტად დაიზიანებ და დაგჭირდება ორმაგი მკურნალობა. თუ მანქანას სჭირდებოდა ან სხვა რამეს მაგალითად გამოსწორება და სიტყვაზე ვამბობ 300, 400, 500, 600 ლარის დახარჯვა, ამ შემთხვევაში უკვე მოგიწევს წუხილი საკუთარი ცოდვების გამო და ეს წუხილი იმდენად აღმატებული და დიდია, რომ წარმოიდგინეთ, უკვე ფიქრობ ახსარება უნდა ვთქვა და მიდიხარ ახსარებაზე და ამის საშუალებაც რო აქვს ადამიანს ძალიან დიდი ბედნიერებაა. ვინც ამას არ აკეთებს, ის უფრო მეტად დაისჯება. ვისაც ამის საშუალება ეძლევა, რომ ახსარება თქვას და ღმერთმა მიცა ყველაზე მარტივი საშუალება, რომ შეინანოს და ამით განიწმინდოს სული, ამას არ აკეთებს. ის უფრო მეტად ისჯება თურმე. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაკურთხოთ.